ბატონ ლევანი, ხო თქვენ? პოლიციელი ხო ხართ თქვენ? ეს აგრესიული მამაკაცი ლევან კუნდუხაშვილია. ოფიციალურად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს უფროსი დეტექტივი. არაოფიციალურად კი იმ ეგრეთ წოდებული საიდუმლო დანაყოფის წევრი, რომელიც ნიღბებით ქუჩა-ქუჩა დარბის, ხალხს ატერორებს და უკანონო დაკავებს. კუნდუხაშვილის გვარი იმ 4 ნიღბიან პოლიციელს შორის სახელდება, რომლებმაც აქტივისტი საბა სხვიტარიძე უკანონოდ გაიტაცა. ჯერ პოლიციის ავტომობილში აწამა, შემდეგ კი სამმართველოში ჯგუფურად ცემა და გაუპატიურებით დაემუქრა. როგორ ჩამოიყვანეთ საბა სხვიტარიძე? შეგიძლიათ მითხრათ, ნიღბით თქვენ შეხვედით სამმართველოში? გამოდი ერთი წუთით ხო? ბატონ ლევან, წამებაში ერთი. გამოდით ხარ. 40 წლის ლევან კუნდუხაშვილი ძალადობაზე იმ წუთიდან გადავიდა, რაც შაბათის ეთერმა კითხვა საბა სხვიტარიძის წამების ფაქტზე დაუსვა, რადგან პოლიციელი სავარაუდოდ დანაშაულის ჩადენის დროს დარწმუნებული იყო, რომ მისი ვინაობა საიდუმლოდ დარჩებოდა. ვერ ამოიცნობდნენ, რადგან სახეს ნიღბით მალავდა, თუმცა კუნდუხაშვილი შეცდა. წამებაში ხართ ბრალდებული და დაკავებას ელოდებით, ბატონ ლევან. ნიღბით ხო აწამებდით დაკავებულ ადამიანს და კამერის წინ ვერ ჩნდებით? საბა სხვიტარიძის უკანონო დაკავების და შემდეგ წამების ისტორია 5 დეკემბერს დაიწყო. იმ დღეს კლინიკები სპეცრაზმის მიერ ნაცემი ხალხით, თბილისის ქუჩები კი რეჟიმის მოწინააღმდეგე მოქალაქეებით იყო სავსე. ოპოზიციონერი ლიდერები საღამოს 8 საათზე პოლიტიკურ კრიზისზე სალაპარაკოდ სასტუმრო მარიოტში შეიკრიბნენ. ამ დროს დაიწყეს სასტუმროს ტერიტორიაზე მობილიზება გადაცმულმა პოლიციელებმა. ყველა სახეს მალავდა. მათი ნაწილი ტევ პირველმა ამოიცნო. მათ შორის იყო ბერას მაკაცი პოლიციელი მირიან ქავთარაძეც. კადრების გაშუფრის შემდეგ კი ახლა დავადგინეთ, რომ ოპოზიციის ლიდერებს ჩასაფრებას ქავთარაძესთან ერთად ლევან კუნდუხაშვილი, მიშა სუჯაშვილი და ამ სამმართველოს ბოსი იოსებ იგივე სოსო სიგუა უწყობდა. ოპოზიციის ლიდერებმა, როგორც კი შეხვედრა დატოვეს, სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულმა პოლიციელებმა კონფლიქტის პროვოცირება დაიწყეს. დაპირისპირების დროს ბერას მაკაცმა მირიან ქავთარაძემ კი ქალის ცემა. თეონა ჭალიძეს მან იმ მომენტში დაარტყა, როდესაც აქტივისტი მის იდენტიფიცირებას ცდილობდა და ნიღაბი ჩამოხსნა. ამ დროს მიიღო დაზიანება თავის არეში ქავთარაძემ. სწორედ ამ საქმეზე გაუშვა რეჟიმმა 11 წლით და პოლიციელზე წინასწარი განზრახვის თავდასხმის მუხლით საბა სხვიტარიძე ციხეში. რა დასტურებს, რომ მან იცოდა, რომ ეს პოლიციელი იყო? პოლიციელების ჩვენებასთან ერთად ვიდეო ჩანაწერი. ეს ყველაფერი ერთად. ან ვიდეო ჩანაწერში რა ჩანს? საბა ამბობს, რომ პოლიციელი ხარ და გცე? ყველა მტკიცებულება, როდესაც ერთობლიობაში იქნება განხილული, ეს ყველაფერი ადასტურებს. იქ მირიან ქავთარაძე მანამდე ცემდა, მათ შორის ქალბატონებს. და ეს ვიდეო მასალა თუ აღმოჩნდა თქვენ საქმის მასალებში, თუ ამას ვერ ხედავთ? წარმოდგენილი. თქვენ უყურეთ? ნანახი ვსყოლავდი. რა ჩანდა ამ ვიდეოში? ამ საქმის მასალებზე ასე ვერ ვისაუბრებ. რა ჩანს ვიდეოში? ჩანს თუ არა, რომ ის ძალადობს? ეს ქალბატონზე. ეს ვერ დაინახეთ? ეს არის ყოველწლიური შეფასების საკითხი, ამიტომ მე ამას ვერ შევაფასებ. პოლიციელზე თავდასხმა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს მძიმე კატეგორიის დანაშაულია, მაგრამ საქმის პროკურორი ჩვენ ვერ გვისახელებს ვერცერთ მტკიცებულებას ან გარემოებას, რომელიც დაადასტურებდა, რომ საბა სხვიტარიძისთვის ცნობილი იყო, რომ სახეშენიღბული მირიან ქავთარაძე პოლიციელი იყო. ბერას მაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროდან იმ დღეს თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო ტანსაცმლით იმყოფებოდა. სახეს ნიღბით ფარავდა, ვინაობას მალავდა და პოლიციის თანამშრომლის არც ერთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდა. ამოსაცნობი ნიშანი ჰქონდა, რომ ის პოლიციელი იყო და არა ტიტუშკა. პოლიციელი, რომელიც ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებს, შესაძლებელია არ იყოს პოლიციელის აღჭურვილობით აღჭურვილი. და მირიან ქავთარაძე ვარსკვლავია, აუცილებლად უნდა ქონოდა მისი პროფესიის შესახებ სხვიტარიძეს ინფორმაცია. მოწმეთა ჩვენებებით მათ განმარტებული ჰქონდათ სხვა იქ მყოფი პირებისთვის, რომ იყვნენ პოლიციელები. სხვა იქ მყოფი პირებისთვის რომ ჰქონდათ განმარტებული, ეს რატომ ადასტურებს, რომ საბამაც იცოდა? ბევრი ადამიანისთვის და საბა სხვიტარიძეს ახლოს იდგა ვიდეო ჩანაწერი. გაიგო? იცით რომ გაიგო? საქმის მასალებით გინდება რომ იცოდა საბა სხვიტარიძე. გინდება, ეს მაინტერესებს. მოწმეთა ჩვენებებით ვიდეო ჩანაწერებით
თავისუფლების მოედნიდან ბერას მაკაცი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს და საავადმყოფო მირიან ქავთარაძემ იმავე დღეს რამდენიმე საათში 23 საათსა და 30 წუთზე დატოვა. სწორედ ამ დროს იწყებს ქალაქის დეტექტივების ოპერატიული სამმართველო, სადაც მას ერთ-ერთი უფროსის პოსტი უკავია საბას ხვიტარიძის სამაგალითო დასჯის ოპერაციაზე მუშაობას. ამ დროს აქტივისტი მამასთან ერთად დასავლეთში მიემგზავრებოდა. საზას ხვიტარიძე იხსენებს, როგორ გააჩერა მისი ავტომობილი საპატრულო პოლიციამ ავტომაგისტრალზე. საბუთები მომთხოვა და ამასობაში სარგეში უყურებ, ხეში უჭირავს ხელბორგილები და მანქანას ეცა და საბა მომთხოვა გაუყო კარები, რამგან არია კარები ჩამოიღო მეთქი, აი ეს ამ სიტყვებით უთხარი პირდაპირ და საბამაც გააყო კარები და რა ხდება, წვალოს რომ ხელბორგილი დაატოს და დაკავებულის მამის ცნობით, საპატრულო პოლიციამ საბას ხვიტარიძეს ხელბორგილები ავტომობილის გაჩერებისთანავე ისე დაადო, რომ მისი ვინაობაც კი არ იცოდა. არ განუმარტეს რისთვის აკავებდნენ, არ ჰქონდათ განჩინება ან რაიმე დოკუმენტი. ანუ ხვიტარიძე საპატრულო პოლიციამ უკანონოდ და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავა. არაფერს არ ხსნიან რატომ აკავებს. მე ვთქვი რა შეიძლება ეს მიხსენი პროსტა რატომ სახელი და გვარიც არის ვის აკავებს. არ მეუმართავ სახელი. არა, არავით არის სახელი გვარი. თქვენ გადაღება არ დაიწყეთ? ამოვიღე რომ ადვოკატთან და ამერიკა ოჯახში გამეგებინებინა რომ გვაკავებენ, მაგრამ ახლა ხელიდან გამომგლიჯეს. მობილური წაგი. ეგრევე გამომგლიჯეს ხელიდან. აქტივისტი საბოლოოდ საპატრულო პოლიციამ თბილისის მიმართულებით გაიტაცა. დაკავებულის მამას კი გადაადგილების უფლება არ მისცეს. მობილური წაართვეს და 1 საათის განმავლობაში ავტომაგისტრალზე საზას ხვიტარიძეს პრაქტიკულად თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. არ წახვიდე, რას ვერ წავიდე, ყაჭაღები ხარ, მე ვთქვი, ბავშვი გამტაცით ვინახართ, არც მეუნებით, გადამიკეთეს რა გზა, მანდაც 1 საათი დამაგავეს არაკანონიერად. არ მოგცეს საშუალება რომ გავყოლოდი ბავშვს, სად მიდის? მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ საპატრულო პოლიციამ უკანონოდ დაკავებული საბას ხვიტარიძე გორამდე ჩაიყვანა. გორში კი აქტივისტს ნიღბებით ეგრეთ წოდებული დაზარალებული პოლიციელის მირიან ქავთარაძის მოადგილე მიხეილ სუჯაშვილი და თბილისის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლები ლევან კუნდახიშვილი, თორნიკე ჯაფარიძე და ივანე ვანო გავაშელიშვილი დახვდნენ. ხელბორკილებ დადებული საბა ავტომობილში გადაისვეს, რასაც ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მუქარა მოხვა. მანქანაში მიმდინარეობს რა თქმა უნდა სიკვდილის შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ზეწოლა შემდგომი, ასევე იყო მუქარა გაუპატიურებები და ასე შემდეგ. შემდეგ ჩავაგვიყვანეს და მეუბნებიან რომ ეხლა მოწმის სახით ხარ შენო აქ დაბარებული და რამე ვარ ეხლევაო, იმიტომ გადევს ბორკილები. მე საშვი ამაღებინეს და საშვი შემიყვანეს. რა ხდებოდა გზაში გორიდან თბილისამდე და როგორ ძალადობდნენ პოლიციელები. ფაქტზე საბას ხვიტარიძემ ჯერ ჩვენებაში, შემდეგ კი სასამართლო პროცესზე ილაპარაკა. თუმცა პოლიციამ და პროკურატურამ სამართალდამცველების დანაშაული რომ ჩაეფარცხათ, ხვიტარიძის დაკავების ადგილი გააყალბეს. დაწერეს რომ ის სამმართველოს შენობაში ნებაყოფლობით გამოცხადდა და თითქოს ხელბორკილები ამ შენობაში დაადეს. საბას ხვიტარიძე დაკავებულია სამმართველოს შენობაში. იმიტომ რომ გამოცხადდა, ხო? მოწმის გამოკითხვის, მოწმის აქეთ გამოკითხვის შემდეგ გამოცხადდა, რომ გამოცხადდა, მაგრამ დავაკავეთ. ერთ სამტკიცებს პროკურორი და სულ სხვას ამბობს ჩვენებაში მირიან ქავთარაძის მოადგილე მიხეილ სუჯაშვილი. ის ადვოკატების კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ხვიტარიძის წამების ფაქტზე კაციტაძის უწყება მომხდარიდან თვენახევრის შემდეგ გამოკითხა. პოლიციელი იძულებული გახდა აღიარებითი ჩვენება მიეცა, რომ საბას ხვიტარიძე მან საპატრულო პოლიციას გააჩერებინა, დააკავებინა, შემდეგ კი თანამშრომლებთან ერთად ავტომაგისტრალიდან თავად გაიტაცა. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ვიცოდი, რომ საბას ხვიტარიძე კონკრეტული ავტომობილით გადაადგილდებოდა ზესტაფონის მიმდებარედ. ტელეფონით დავუკავშირდი ჩემს ნაცნობ ოცმეთაურს გიორგი ლობჟანიძეს. თხოვე ავტომობილის გაჩერება და საბასთვის ეთქვა, რომ იგი მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე იყო დაბარებული. ლობჟანიძემ გააჩერა ავტომობილი. ხვიტარიძემ კი გამოკითხვაზე თანხმობა განაცხადა. ვინაიდან მასთან ერთად მყოფ პირს, ანუ მამას, ეჩქარებოდა საბა გორამდე ჩამოიყვანა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. გორში კი დავხვდით მე, ვანო გავაშელიშვილი, ლევან კუნდუხაშვილი და თორნიკე ჯაფარიძე. შემდეგ ჩამოვიყვანეთ თბილისში.
მიხეილ სუჯაშვილის ეს ჩვენება ადვოკატის განცხადებით ადასტურებს, რომ ის საბას ხვიტარიძის სავარაუდო წამების ერთ-ერთი ფიგურანტია. ანუ პოლიციელი ვერ უარყოფს, რომ თანამშრომლებთან ერთად მინიმუმ მის უკანონო დაკავებაში მონაწილეობდა. სუჯაშვილმა გამოკითხვის ოფში, რომელიც ბრალდებამ გამოკითხა, ეს ინფორმაცია არ წარმოადგინა. მე ეს ინფორმაცია მაქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან. გიორგი ჯაფარიძე, რომელიც არის გამომძიებელი, დაუსვა სუჯაშვილს შეკითხვა, როგორ წამოიყვანეთ საბას ხვიტარიძე აქ. სუჯაშვილმა დეტალურად აღწერა, რომ დაურეკა მის მეგობარს, გადასცა ოპერატიული ინფორმაციები, ჩავიდა, წამოიყვანა, მაგრამ დეტალურად აღწერა ყველა ის ქვენება. აქ პრობლემა ის არის, რომ სუჯაშვილი არის მირიან ქავთარაძის მოადგილე, რომელიც არის დაზარალებული ამ საქმეზე. და ასევე მისი თანხმლები პირები, ვინც გონში იმყოფებოდნენ. მათ შორის ისინი და ასევე მიხეილ სუჯაშვილი არის პირი, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა ფაქტსაც. ანუ მიხეილ სუჯაშვილი თან არის მოწმე საბას წინააღმდეგ. თან არის გამომძიებელი და თან არის დამკავებელიც და თან არის ბოლოს. საქმის მასალების მიხედვით სუჯაშვილის ავტომობილი საბას ხვიტარიძის წამების ერთადერთი ადგილი არ ყოფილა. დაკავებულის ცემა გონების დაკარგვამდე ნიღბიანმა პოლიციელებმა ქალაქის სამმართველოს შენობაშიც გააგრძელეს. ჯერ მეხუთე სართულზე, სადაც ის სავარაუდოდ მირიან ქავთარაძის კაბინეტში შეიყვანეს. შემდეგ კი მერვე სართულზე, სადაც გამომძიებლის სალომე ედიშერაშვილის ოთახში დანაშაულის აღიარებას ისევ ნიღბიანები აიძულებდნენ. შეესწარით ხო წამებას დანაშაული დაფარეთ? არა, არ დამეფარავს არა. რატომ გადიოდით ხოლმე ოთახიდან? შეგიძლიათ მითხრა? არც ერთხელ არ გავსულყრელება თანვე არა. არა, არ შეიძლება, იმიტომ რომ კითხვა. არა, თქვენ მიგზავნოთ ძირო. რა ხდებოდა ამ შენობის მერვე სართულზე 5 დეკემბერს გამთენიას? რა დაინახა გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა? გადაადგილდებოდნენ თუ არა მის სამუშაო ოთახში ნიღბიანები და დაფარა თუ არა საბას ხვიტარიძის წამების ფაქტი? ამ კითხვების დასასმელად შაბათის ეთერი გამომძიებელთან მივიდა. თქვენს ოთახში როგორ აღმოჩნდა? დამაცდით საუბარს, თქვენ არ ხართ სასამართლო, თქვენ არ ხართ მოსამართლე და არანაირი ვალდებულება რომ რაიმე კითხვაზე პასუხი გაგცათ ხომ? თქვენ საჯარო მოხელე ხართ. გასაგებია გამომძიებელი ვარ. სისხლის ამას რას იძიებ? მხოლოდ იმას იძიებ? მე არ შემიძლია. ვინ მიაყენა დაზიანება? ადამიანი ნაცემი რომ იჯდა ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. რატომ არ დაინტერესდით? ვინ მიაყენა დაზიანებებს? აი ესე როგორ ვისაუბროთ, მარიამ? ფიზიკურად ამ კითხვებზე სასამართლოს შემიძლია რომ პასუხი გავცემ. ის რაზეც სალომე ედიშერაშვილს საუბარი არ სურს, საბას ხვიტარიძემ სასამართლოში მოყვა. აქტივისტმა დეტალურად გაიხსენა, როგორც სემესის სალომე ედიშერაშვილის კაბინეტში ეგრეთ წოდებულმა ნიღბიანმა პოლიციელებმა, როგორ ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით, როგორ დაამტვრიეს თავზე ნივთები და როგორ დაკარგა გონება რამდენჯერმე. გაბაგონის ესწრებოდა მას უკვე მეორე ეპიზოდს წამების მეუხარიო ადვოკატი მინდა და სასწრაფო მესაჯიროება იმიტომ რომ სულათავა და იქაც პარტი მომაწოდეს და იქაც ვარცხიე რა დროსაც გამომძიებელთან ერთად იჯდა ერთ-ერთი პიროვნება რომელიც აღწერდა ჩემს დაზიანებას გამომძიებელს ეუბნება რომ გავიდეს კაბინეტიდან შემოდის სპეციფიკირებაში და პოლიციის ფორმაში პირბადით სამი ადამიანი მაკავებდა და ესენი ისევ ძალადობდნენ ჩემზე. როდესაც ამას მოხსნე, მე ისევ დაუძახეს გამომძიებელს და გამომძიებელმა უკვე გააფორმა ოქა. არაერთი კითხვის მიუხედავად შაბათის ეთერთან გამომძიებელმა ქალმა ძალადობის ვერცერთი ეპიზოდი ვერ გაიხსენა. სალომე ედიშერაშვილი გვარწმუნებდა, რომ საბას ხვიტარიძის იქ ყოფნის პერიოდში მის ოთახში არც ნიღბიანები შესულან და ოთახი არც თავად არ დაუტოვებია. ოთახს რატომ ტოვებდით ხოლმე? იმიტომ რომ სუჯაშვილს და ქავთარაძის ბანდას შემოსვლის საშუალება ქონოდა. ოთახი არ დამეტოვებია არც ერთხელობით. როდესაც თქვენს ოთახში თქვენს ოთახში იმის საშუალებას რომ დავუშვათ სამსახურში მაგვიანდა. ნიღბიანები რომ დარბოდნენ იმ დღეს და ცემდნენ ადამიანს ეს არ გექმნიდა. კარგით ახლა ეს მართლა უკვე ზედმეტია მარიამ რა. ძალიან ზედმეტია ძალიან. თქვენ დამავეთ სავარაუდოდ დანაშაული დაფარეთ. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ჩემი პროფესიული საქმიანობის მანძილზე არასოდეს არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. სალომე ედიშერაშვილი დაკავებულზე ძალადობის ფაქტს ვერ იხსენებს. ამიტომ გამომძიებელს ვეკითხებით, ქონდა თუ არა საბას დაზიანებების სხეულზე. ედიშერაშვილი გვარწმუნებს, რომ დაკავებულს არც ერთი დაზიანება არ ქონდა.
საიდან გაჩნდა ეს დაზიანებები? წარმოდგენა არ მაქვს. საბას დაზიანება სახედო თვალხილული დაზიანება არ ქონია. თვალზე არ უკვე გაგეცით მარიამ პასუხი. ანუ საბას ხვიტარიძე იყო სრულიად არც სასწრაფოს ითხოვდა, არც ადვოკატს ამას ამბობთ? ჩემთან არაფერი არ გსმენიათ და ოთახიც არ დაგიტოვებია. არა, ოთახიც არ დამტოვებია. ანუ არ იტყუები. ეხა იცით რა საკეთებთ, რომ იმ კითხვებზე, რაზეც მე ეხა სასამართლოში უნდა გამეცა პასუხი, ეხა თქვენ აღარ გასცემ? არა, როგორ არა გავცე, მაგრამ თქვენ წინასწარ ახორციელებთ ჩემს საკითხვას თუ როგორ? ანუ სხვა შორის ამბობს, რომ პირღებინება ქონდა. არ ყოფილა, ანუ ყველაფერს იტყუება საბა. მერები არ არის სად? მერვე სართულზე დერეფანში. არ ვიცი, მე მგონი არ არის რამდენი ხანი არ არის? დაახლოებით 2 წელია რა საკითხი. 2 წლის განმავლობაში გამომძიებელმა ქალბატონმა ამხელა გამოცდილება შეამჩნიეთ კამერები არის თუ არა დამონტაჟებული. როგორც ვიცი არ არის დამონტაჟი. ანუ როგორც იცით არა, რას ხედავთ დერეფანში? ანუ რა ვიცი, არ ვიყურები ჭარში ხსა. ამაზეც საქმის გამომძიებელი სალომე დიშერაშვილი რომ სავარაუდოდ სრულმოწმეა და ჩვენს მოტყუებას ცდილობს ამ ფაქტს ეს დოკუმენტიც ადასტურებს. ეს საბას ხვიტარიძის დაკავების ოქმია, რომელიც დეტექტივმა თეოდორე გიორგაშვილმა დიშერაშვილის ოთახში შეავსო. იქ იმყოფებოდა თავად გამომძიებელი ქალიც და ამას ჩვენთან ინტერვიუშიც ადასტურებს. ოქმში კი დეტალურად წერია, რომ საბას ხვიტარიძეს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ბატონო თეოდორე, მითხარით რა, თქვენ არ ვერ ხედავდით, როდესაც აწამებდნენ საბას ხვიტარიძეს? საბას ხვიტარი, თქვენ თვითონ აღწერეთ უმძიმესი დაზიანებები მის სხეულზე, უკაცრავად. დანაშაული რატომ დაფარეთ? დანაშაული რატომ დაფარეთ, ბატონო თეოდორე? თეოდორე გიორგაშვილმა საბას ხვიტარიძის დაზიანებები ოქმში აღწერა, თუმცა ვინ მიაყენა დაკავებულს დაზიანებები არ ამბობს. არადა ის ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც სავარაუდოდ წამების ფაქტის პირდაპირ თვითმხილველი გახდა. თუმცა რეაგირება არ მოახდინა და სავარაუდო დანაშაული დაფარა. ახლა ვეკითხებით, რატომ დააფარა ხელი პოლიციელებს, თუმცა პასუხი არ აქვს. საიდან აღენიშნებოდა? არ ვიცი, არ დაინტერესდით? არა, არ დაინტერესდით. რატო არ დაინტერესდით? რატომ არ დაინტერესდით? სად მიაყენეს დაზიანებები? მიპასუხეთ. სხვა დანარჩენზე მიმართებ ეს. რა სხვა დანარჩენზე? დანაშაული. სავარაუდოდ, ბატონო. ანუ კითხვა როგორ არ გაგიჩნდათ? სასწრაფოს როგორ არ დაურეკებთ? სუჯაშვილთან რა ურთიერთობა გაქვთ? ანუ მისი დანაშაული ჩაფარცხეთ? არავის დანაშაული არ ჩამიფარცხია, მარიამ რა. არავის დანაშაული არ ჩამიფარცხია. როგორ არ ჩაგიფარცხავთ, ბატონო? არ ჩავდივარ დანაშაულს. წამების საქმეში ახლა 13 პოლიციელის ჩვენებადავს. მათი უმეტესობა საბას ხვიტარიძის სხეულზე დაზიანებების არსებობას ვერ უარყოფს, მაგრამ კითხვაზე, სად მიიღო დაზიანებები დაკავებულმა, 13-ვე ამტკიცებს, რომ არ იციან. ადვოკატებს აქვთ განცდა, რომ ჩვენებები წინასწარ შეთანხმებულია. ანუ ეს რაღაცები ხდება მაშინ, როდესაც ბევრი მოწმე გინდა შექმნა ამისთვის, რომ მაგალითად არ დაუჯეროთ საბას და დაუჯეროთ 13 პოლიციას. მაგრამ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ რაც უფრო მეტად გამოავლენენ თავის თავს როგორც ამ საქმეში მონაწილეებს, დრო დადგება და ევროსასამართლო დაადგენს ამ საქმეზე კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას და ვისაც კი იქ იყო და ღია იყო კარები, მათაც მოეკითხებათ სისხლის სამართლებრივად პასუხი. ხვიტარიძის წამების საქმეში გომელაურის უწყებამ კამერის ჩანაწერებიც დამალა. არადა ვიდეო კადრებით დადასტურდებოდა, რომ აქტივისტი ამ შენობაში უკვე დაკავებული შეიყვანეს. შემდეგ ჯერ მეხუთე სართულზე ცემეს, სეწოლა გაგრძელდა მერვე სართულზეც. დადასტურდებოდა ისიც, რომ დერეფნებში ამ დროს ნიღბიანი პოლიციელები გადაადგილდებოდნენ, თუმცა ვიდეოკამერის ჩანაწერები თბილისის პოლიციის შეფმა სულხან თამაზაშვილმა საგამოძიებო სამსახურს არ გადასცა. ოფიციალურ წერილში კი კარლო კაციტაძის უწყებას მიწერა, რომ ქალაქის მთავარ სამმართველოში, სადაც ათობით კამერაა დამონტაჟებული, არც ერთი არ მუშაობს და არ იწერს. გამოგკითხეს სიგუას ბიჭებმა და სამმართველოს შენობაში, რომ სავარაუდო წამება მოხდა. მიპასუხოთ, გამოგკითხეს ამ საქმეზე. ხელი არ გეტკინოს, მარია. სულხან თამაზაშვილი საბას ხვიტარიძეზე დასმულ კითხვებს გაქცევით პასუხობს. ერთ-ერთი ვერსიით წამების ფაქტში მონაწილეობდა იოსებ სიგუაც. ხორავას საქმის გაყალბებაში ბრალდებული პოლიციელი ახლა იმ სამმართველოს შეფია, სადაც დაზარალებული მირიან ქავთარაძე მუშაობს. ანუ მის დეპარტამენტს ადანაშაულებს საბას ხვიტარიძე ძალადობის ფაქტში. იმყოფებოდა თუ არა 5 დეკემბერს სამსახურში, სიგუა შაბათის ეთერის კითხვებს გაექცა. აი გაგვატარე გვეჩქარები. არა, ვერ გაგატარებთ, მითხარით საბას ხვიტარიძის წამების თვითმხილველი ხართ ერთ-ერთი. აი გაგვატარე. არა, ვერ გაგატარებთ. რა ზუაზრო კითხვებიდან. აი მაცადე.
ჟურნალისტებს ემალებიან წამების სავარაუდო მონაწილე მიხეილ სუჯაშვილი, თორნიკე ჯაფარიძე და ივანე გავაშელიშვილიც. შაბათის ეთერი მათთან სამსახურში მივიდა, თუმცა კამერასთან გამოჩენა არც ერთმა არ ისურვა. ბეძებს სავარაუდო მწამებელ პოლიციელებს ბატონ მიხეილ სუჯაშვილს, ვანო გავაშელიშვილს და თორნიკე ჯაფარიძეს. სად იმყოფებიან? უკაცრავად, სად იმყოფებიან, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია? ისე ვინმე საწამებენ თუ იცით? საბას ხვიტარიძის წამების ფაქტზე საგამოძიებო უწყებას გამოკითხული ყავს თბილისის საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი გივი მაისურაძე და არაერთ სკანდალში გახვეული პოლიციელი ზურაბ ბეროშვილი. ბეროშვილის გვარი გიორგი რურუასთვის იარაღის ჩადების საქმეში ფიგურირებდა. რა იცის საბას ხვიტარიძის წამების საქმეზე და დააფარა თუ არა ხელი სავარაუდო მოძალადე პოლიციელებს, ბეროშვილმა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ბეროაშვილი ზურაგნება? ბეროაშვილი? სად იმყოფება? ვერ გეტყვით, კაბატონო. ტელეფონის ნომერს მოგართმევთ, თუ გერმოთ დაარეკეთ და თუ არის კი პასუხი. საბას ხვიტარიძეს წამების ფაქტზე დაზარალებული სტატუსი აქვს მინიჭებული. სავარაუდო მოძალადე პოლიციელების ვინაობა უკვე იცის კაციტაძის უწყებამაც, თუმცა ამ დრომდე ვერც ერთის დაკავებას ვერ ბედავს.